რომაელთა მერვე თავის მეხუთე მუხლიდან მეათე მუხლის ჩათვლით წავიკითხოთ. ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრების სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრების სიცოცხლე და მშვიდობა. ამიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არ შეუძლია. ამიტომ მათ, რომელიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ ამონ ღმერთს. თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუ კი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში, ხოლო ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, ის მისი არ არის და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისთვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.